ჰელვანი ყვება. სხვა სატიტულო ბრძოლა გვჭირდებოდა ამ ქარდისთვის. გასულ კვირას ილიას დაურეკეს. მე მანამდე სულ ვკითხულობდი. ილიას ეკითხებით? მეუბნებოდნენ. არა. და ბოლოს როგორც იქნა ვკითხეს. რომელი უფრო გაინტერესებს, მახაჩევი თუ ჯასტინ გეიჯიო? თან მახაჩევი 170 ფუნტში, 77 კილოგრამში, გეიჯი კი 155-ში, 70 კილოგრამში. ილიამაც არ დააყოვნა, მომეცით ისლამი, ავიწევ წონაში, პრობლემა არაო. აი ასეა ძმაო, ილიამ მზად იყო ნებისმიერ წონაში ეცემა ეს ხალხი. მაგრამ საბოლოოდ რა მივიღეთ? მახაჩევი სადღაც გაქრა და დაგვიტოვეს თოფურია გეიჯის წინააღმდეგ. ხალხი ამბობს ილია იტყუებაო, მაგრამ ლოგიკა ჩართეთ. ილია ისევ ქარდზეა, ისევ ჩხუბობს, საქმეს აგრძელებს. ისლამი კი სადღაც ჩაიზეა დაპატიჟებული ეტყობა. სხვათა შორის ბრატვა, დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასეთი ინსაიდები ხშირად გექნებათ. თოფურიას პოსტს შეხედეთ. 14 მილიონი ნახვა. ტიპი ნამდვილი სუპერვარსკვლავია. NBA-ის მოთამაშეებს არ აქვთ ასეთი ციფრები. ილიამ დაწერა. ისლამმა ისევ მიზეზი გამონახა, ამჯერად ტრავმაო. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ ივენთზე ვიქნებოდი. როცა მახაჩევი ახსენეს, წამითაც არ დავფიქრებულ ვარ. დილით კი გავიღვიძე და მითხრეს ისლამი დაიმტვრევაო. ახლა ჯასტინ გეიჯი მოხვდა ხელში. კიდევ ერთი კაცი, რომელიც ისლამის გაქცევის გამო დაისჯებაო. ილია ისე ლაპარაკობს, როგორც ნამდვილი გამანადგურებელი და რაც მთავარია, სიტყვას საქმით ამტკიცებს. ნახეთ რა უქნა ვოლკანოვსკის და ჰოლოვეის. ტიპი მკვლელია და ისე ლაპარაკობს, როგორც მკვლელს შეეფერება. თან მახაჩევის მენეჯერს, ალი აბდელ აზიზსაც გადაუარა. ეგ კრისა და უშნოაო. გეიჯის კი შეპირდა. თეთრ სახლში გნახავ, ყველაფერი სწრაფად დამთავრდება, გაღვიძებასაც ვერ მოასწრებო. აი ეს არის ნამდვილი კინო. ამ დროს კი ისლამი პასუხობს. უпроსწორად ალი აბდელ აზიზი პასუხობს ისლამის ტვიტერით. ეგრევე ეტყობა, რომ ისლამის დაწერილი არაა. ორივემ ვიცით ვინ დაფრთხა აქ. ერთ დღეს მიიღებ იმას, რასაც ითხოვო. ბიჭო, თუ ილია ითხოვს ჩხუბს, მაშინ ის როგორ არის დაფრთხალი? ალი მისეთი სისულელე დაწერა თვითონაც ვერ მიხვდა. აი დააკვირდით ამ მარაზმს. ჯონ ჯონსი ამბობს, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა ჩავიტარე გასულ კვირას, რომ თეთრი სახლის ქარდისთვის მზად ყოფილიყავიო. ვარჯიშიც დღეს უნდა დამეწყოო. და ამ დროს დეინა გამოდის და იძახის, საერთოდ არ გქონია მასთან საუბარიო. ბიჭო, ან ჯონსი არის პათოლოგიური მატყუარა, რაც ახალი ამბავი არაა, ან დეინაა უკვე სრულიად სენილური და აღარ ახსოვს ვის ეჩხუბა და ვის არა. სპორტი კვდება ძმებო, და ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ UFC-ს სათავეში ერთი კვერცხთავა ზის, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობს. ხედავთ რა ხდება? ილია სიმართლეს ამბობს, დეინა კი ყველა სიტყვაში იჭედება. მახაჩევს ხელის ტრავმა აქვსო, თოფურია საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ქარდზეო. თუ არ უნდა ყოფილიყო, მაშინ რაღამ დადაარჩინა შენი ჩაშლილი ივენთი. ილია რომ არა, მაგ ქარდზე ალბათ მე და ჩემი მეზობელი ვიჩხუბებდით შაურმაზე. ამასობაში კი ისლამ მახაჩევი პატიოსანი კაცის სახით ზის და ელოდება იდეალურ პირობებს. აი ესაა დღევანდელი ჩემპიონების პრობლემა. აღარავინ გამოდის მოკლე დროში, short notice. ყველას უნდა 12 კვირიანი კემპი, აბუდაბი, თავისი მსაჯები და ჰაერიცტი ისეთი, როგორიც მათ აწყობთ. გახსოვთ ძველი მებრძოლები? ფიგერედო რომ ეჩხუბა პერეს და მერე 2 კვირაში მორენოსთან ომი დადო? აი ეგ იყო UFC. ახლა კი გვყავს მახაჩევი, რომელიც ილიას ემალება და ჯონსი, რომელიც ტვიტერზე პოსტავს. გამათავისუფლეთ, თორემ დედას დაუძახებო. ბრატვა, მართლა გული მერევა ამ ყველაფერზე. UFC ჩემი ცხოვრებაა, თქვენი ცხოვრებაა. მაგრამ ისი აფუჭებენ, რომ მალე ალბათ Power Slap-ს უფრო მეტი მუღამი ექნება, ვიდრე ამათ ცირკს. ერთადერთი იმედი ისევ ილია თოფურიაა. ტიპი გამოდის და გეიჯს პირდაპირ ეუბნება. მახაჩევის სიმხდალის გამო შენ მოგიწევს პასუხისგება. პირველივე რაუნდში დაგაძინებო. აი ესაა მებრძოლის სული. ეგრევე ეტყობა, რომ ქართული გენი ურტყამს თავში. მე მაინც ვუყურებ ამ ყველაფერს, აბარასვიზამ. ხვალ Apex-ის ქარდის პროგნოზებს დაგიდებთ. თუმცა იქაც ნახევარი ხალხი no-name-ია. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ. სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის. ჯონსი ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო. მახაჩევს კი მოუწევს ილიასთან გალიაში შესვლა ადრე თუ გვიან. მანამდე კი გეიჯი დაიძინებს და ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. მოკლედ, ალი აბდელ აზიზი ისეთ ზღაპრებს ყვება, ძილის წინ ბავშვებს რომ არ წაუკითხავ. ამტკიცებს, ილიას საერთოდ არ განიხილებოდა ისლამის მეტოქეედო. ბიჭო, თუ არ განიხილებოდა, მაშინ რატომ პოსტავდი 2 დღით ადრე, უდიდესი ჩხუბი მზადდება, თვალი ადევნეთ სიახლეებსო. აი ზუსტად ამაშია საქმე. ალიმ საკუთარი თავი გამოიჭირა ტყუილში. თან ამბობს, ილიამ მილიარდები მოითხოვაო. თუ მოლაპარაკება საერთოდ არ ყოფილა მილიარდებს სად ითხოვდა სიზმარში? ხო და აი აქ შემოდის ჩვენი მთავარი კვერცხთავა, დეინა ვაიტი. საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კაცი UFC-ში?
წლებია ვამბობ, ტიპი უბრალოდ ზის პრესკონფერენციებზე და ისეთებს აბოლებს ხალხს, რომ საკუთარი თავისაც აღარ სჯერა. ახლა გამოდის და ამბობს, არაო მახაჩევი და ტოფურია არასდროს ყოფილა გეგმაშიო. აბა რა იყო გეგმაში დეინა? შენი და კონორ მაკგრეგორის ჭადრაკის თამაში? აი უყურეთ ამ კაცს. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ინსაიდერები ყვირიან, მენეჯერები ერთმანეთს ჭამენ. ეს კი ზის და გვეუბნება, არ დაიჯეროთ, ეგ ფეიკია. აი Power Slap-ს უყურეთ, მანდ უფრო მეტი ეგ შენიაო. ხო, დავიჯერეთ ახლა, რომ თეთრი სახლის ქარდზე ტოფურია გეიჯი იყო შენი უდიდესი სიურპრიზი. აშკარაა, რომ UFC-მ ეს სიტუაცია ჩააფლავა და ახლაც დიდობენ სახე შეინარჩუნონ. ეგრეა, როცა საქმეს პროფესიონალების ნაცვლად Instagram-ის ლომები მართავენ. და აი მივადექით ჩვენს მთავარ დრამა queens, ჯონ ჯონს. ბრატვა, ტიპმა დამბლოკა Twitter-ზე. წარმოგიდგენიათ? ალბათ ჩემმა სიმართლეებმა ძალიან ატკინა გული. ჯონსი ახლა წმინდანის როლს თამაშობს. ო, მე სიმართლე მაინტერესებს, ფანებს სიმართლე უნდა უთხრაო. ილია დოფურიასთან შედარებით, ჯონსი ისე წუწუნებს, როგორც ბაღის ბავშვი, რომელსაც სათამაშო წაართვეს. ამბობს, დეინამ მომატყუაო, მოლაპარაკებები მქონდა და დამცინავი თანხა შემომთავაზესო. ბიჭო, 30 მილიონი შემოგთავაზეს ტომას პინალთან ჩხუბში და უარი თქვი. 30 მილიონი, გესმით? UFC-ს ისტორიაში ასეთი ჰონორარი არავის ქონია და ამან ცოტააო. ახლა კი ამბობს, თეძოს ართრიტი მაქვს, მაგრამ მაინც ვიჩხუბებდი ფული რომ მოეცათო. ანუ თუ ბევრს გადაუხდიან, ართრიტი ეგრევე რჩება? რა არის დოლარებს სამკურნალო თვისებები აქვს? ჯონსი ისეთი ლამაზი სიტყვებით ითხოვს კონტრაქტიდან გათავისუფლებას, გეგონება მართლა უშვებდნენ. გამათავისუფლეთ, აღარ მინდა თამაშები, ბოუნს აუთო. კი ჯონ ახლავე გაგიშვებთ, რომ წახვიდე და ფრენსის ნგანოსთან იჩხუბოთ UFC-ს გარეთ. ზუსტად მაგაზე ოცნებობს დეინა ვაიტი ღამეებში. მოკლედ ბრატვა, UFC-ში ახლა ისეთი არეულობაა, რომ გონი თვითონაც აღარ იციან ვინ ვის ეჩხუბება. ჩემპიონები ტრაუმების უკან იმალებიან, ლეგენდები კი Twitter-ზე ტირიან. აი ზუსტად ამიტომ გჭირდება ილიასნაირი ბიჯები, ვინც გამოდის და ყველას სახეს აძრობებს ზედმეტი ბაზრის გარეშე. მოკლედ ბრატვა, დღეს ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ერთმანეთს ინტერნეტში ისე ასხამენ, რომ გონი კლავიატურები დაადნეს. ილიას თქმით, მათი ჩხუბი თეთრი სახლის ქარდზე, White House ქარდზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მახაჩევი პადიეზდიდან გაიპარა და ბოლო მომენტში უარი თქვა. ისლამი ამას უარყოფს, მაგრამ ისეთი ხალხი გამოხდა და დაადასტურა ეს ამბავი, რომ გონი სიმართლეა. გეგმაში ნამდვილად იყო თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ, სანამ ისლამს მუხრუჭები არ დაეშვა. აი ზუსტად ამით გვინდა დავიწყოთ, მაგრამ მერე სხვა მარგალიტზე გადავალთ. ჯონ ჯონსი UFC-დან გაშვებას ითხოვს. ტიპი ბოლო დღეებია Twitter-ზე ნამდვილ მელოდრამას გვიდგამს, ტირის და ვაივიშ სატეხს, რატომ არ გამიშვეს თეთრი სახლის ქარდზეო. თურმე დეინა ვაიტთან მოლაპარაკებები ჩაეშალა. დეინა კი თავისი პრიალა თავით ამტკიცებს, საერთოდ არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილაო. ნუ მაგ კვერცხთავას სიტყვაზე ნდობა ისეთივეა, როგორც მშიერ მგელს კატლეტი მიაბარო. ხო და ჯონ ჯონსის სიტუაციასაც ჩაურმავდებით. ნახავთ ვიდეოს, სადაც ის თავის ლოგინში კოტრიალობს და Instagram Live-ში ისეთ ისტერიკებს აწყობს, რომ ცოტაც და ბალიშს დაახჩობდა. ძალიან ჯონ ჯონსური საქციელია, თუ მის ბოლო წლების გმირობებს თვალსადევნებთ მიხვდებით. მოკლედ, სრული ცირკია, ბიჭო. მაგრამ დაუბრუნდეთ ილიას და ისლამს. ეს თეთრი სახლის ქარდი, რომელიც ჩაიშალა. რეალურად რა ხდება? ინსაიდერები ამბობენ, რომ პარასკევს საღამოს ყველაფერი მზად იყო მახაჩევი თოფურიასთვის. მოლაპარაკებები მხოლოდ გასულ კვირას დაიწყო და თითქოს შეთანხმდნენ კიდეც. წარმოგიდგენიათ რა კინო იქნებოდა? მონუმენტური ჩხუბი, რომელსაც ყველა ველოდით. და უცებ ბახ, UFC-ს ატყობინებენ, რომ ისლამი ვეღარ იჩხუბებს. ეს ნამდვილი კატასტროფაა. მით უმეტეს, რომ ტურნირი ჯერ კიდევ შორს იყო ეს. ისე კი არაა, რომ 5 კვირით ადრე ვიღაცამ ფეხი გადაიბრუნა. ბევრი დრო იყო. ასე უცებ უარის თქმა ძალიან საეჭვოა. მახაჩევი ამბობს ტყუილიაო, მაგრამ არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა ეს ამბავი. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, ჰელვანის დაღესტნელები არ უყვარსო, მაგრამ არიელს ისეთი წყაროები აქვს, რომ UFC-ს საპირაფერეშოში ვინ როდის შედის ისიც იცის.